Financial Times-ში გავრცელდა ესეთი სტატია, რომ იმის ფონზე რომ ვერ შედგა გერმანიასა და შტატებს შორის არაკეტო შეთანხმება, გერმანია ემზადება ტომაჰაუკების შესაძინად, რომ გააქტიურდეს საერთაშორისო ბაზარზე და მოიზიდოს ეს სამხედრო ინდუსტრია, რაც რა თქმა უნდა განგაშის ზარის შემომკვრელი შეიძლება იყოს რუსებისთვის პირველ რიგში და ხელშემწყობი ფაქტორი პრევენციული ინტერვენციისა. ზოგადად ევროპელები დიდი ხანია საუბრობენ, რომ რუსეთი ემზადება 2030 წელს სამხედრო ინტერვენციისთვის და მათ ღიად კი განაცხადეს მას შემდეგ რაც შტატებმა ერთგვარად უარი განაცხადა გააგრძელოს პოზიცია რომ ის წლების მანძილზე იყო უსაფრთხოების ქოლგა ევროპისათვის და ფაქტობრივად მოშიშვლებული დატოვა ევროპა ევროპელები შეეცდებიან რა თქმა უნდა ჯერ ერთი რომ მაქსიმალურად დაუჭირო მხარი უკრაინას რათა იქ დააკავონ შესაძლო რუსული აგრესიის პოტენციალი და გამოიყენონ ეს დრო იმისთვის რომ გადაიარაღონ და გადააწყონ საკუთარი ეკონომიკა სამხედრო ინდუსტრიაზე, რასაც რა თქმა უნდა კოლოსალური შრომა ჭირდება და თან იმის ფონზე რომ ევროპული ტექნოლოგიური და ეკონომიკური გიგანტების უმრავლესობა გადარბარგებულია სად ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში ფაქტობრივად ინდუსტრიული წარმოების ცენტრები ევროპამ გაიტანა მის საზღვრების გარეთ რაც საკმაოდ ძვირად შეიძლება დაუჯდეთ მათ. თუ კი მაგალითად ევროპა მზად იქნება 2030 წელს ესე იგი სათანადოდ უპასუხოს რუსულ აგრესიას, მაშინ ბუნებრივია რომ რუსეთმა უნდა დაასწროს და შეუტიოს არა მაშინ, როდესაც ევროპა მზად იქნება, არამედ მაშინ, როდესაც ის ამას არ მოელოდება და ბუნებრივია, თარიღად შეიძლება შეიჩნდეს ნებისმიერი ის წელი, რომელიც 2030 წლამდეა დღეიდან. საკმაოდ ესე იგი ასევე მნიშვნელოვანი ცნობები გავრცელდა იმის შესახებ, რომ რუსეთი ცდილობს რომ სერიული წარმოება გაზარდოს არეშნიკისა, ესე მზემგერითი იარაღისა, რომელიც მრისხანედ გამოიყურება, როდესაც გამოცადეს. ამ შემთხვევაში ტომაჰაუკი არ არის მთავარი იარაღი, რითაც შეიძლება ევროპა მოახდინოს საკუთარი არსენალის შევსება, მზემგერითები მათაც გააჩნიათ, იგივე Dark Eagles და ასე შემდეგ. ამიტომ სანამ ეს Dark Eagles-ი და მსგავსი მაღალტექნოლოგიური სამხედრო იარაღები ევროპულ სამხედრო ბაზებს შეავსებენ, მოსალოდნელია რომ პუტინმა დაასწროს მათ და ვიხილოთ კიდევ ერთი მძიმე და სიცხლისმღვრელი შეტაკება ან ახალი ფრონტი ევროპაში. ეს თეორიად შეგიძლიათ მიიღოთ და რამდენად აქვს ამას არსებობის საფუძველი შეგიძლიათ კომენტარებში დავწეროთ და სხვა შემთხვევაში მსჯელობის საგანი ნამდვილად არის თანამედროვე ანალიტიკოსებს შორის.